ოცნება ახალგაზრდებს ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას ართმევს. ასე აფასებენ კობახიძის ინიციატივას, რომ განათლების სისტემაში რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას. ბოლონიის პროცესზე, რამაც წლების წინ ქართველი სტუდენტების ევროპულ უნივერსიტეტებში მიღება და მათი წარმატება განაპირობა, ოცნება დღეს უარს ამბობს. აპირებენ, რომ უმაღლესი განათლების მიღების პერიოდი შემცირდეს და 4+2 მოდელი 3+1-ით შეიცვალოს. ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის გაგრძელება იმ შემთხვევაშიც გაუჭირდებათ, თუ სკოლებში 12 წლიანი სწავლება 11 წლამდე შემცირდება. ოცნება განათლების რეფორმას აანონსებს, გორელი პედაგოგები კი კვალიფიკაციის სასამაღლებლად რუსეთში ტრენინგებს გადიან. მასწავლებლები ოკუპანტ ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს რაც მიჭირდება, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. ასე ხსნის კობახიძე იმ მოქალაქეების სპეცოპერაციით დაკავებას, რომლებიც გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს. აქტივისტების ნაწილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, როცა სპეცრაზმელები იარაღით სახლებში შევარდნენ. ყვავილებით ხომად დააკავებენ, ამბობს კალაძე და პირებს, რომლებისთვისაც ჯერ ბრალდებაც არ წაუყენებიათ, დამნაშავეებს უწოდებს. ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას ითხოვს. კობახიძე საკითხის შესწავლას აანონსებს. დავით გურგენიძემ პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანა. რექტორი ითხოვს, რომ მოკვლევის შემდეგ შენობა მათ დაუბრუნდეს, რადგან წლების წინ კამპუსი ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.